მეც უსმენდი თქვენთან ერთად ბატონ გია ბუღაძის გამოსვლას, ის როგორც ყოველთვის ნამდვილი ისტორიის მემატიანია და ძალიან საინტერესოდ საუბრობდა, ემოციური იყო მისი გამოსვლა და ძალიან შინაარსიანი. განწყობა ძალიან ამაღლებულია და იმის იმედით, რომ ძალიან სწორ ადგილას ვდგავართ და იმ თარიღის მოსვლას ველოდებით, რომელიც მტკივნეულია ჩვენი სამშობლოსთვის და მთავარი საწყისია საქართველოს თავისუფლების. იმდენი სიმბოლური ამბავი ხდება, მშობლების გაერთიანება, ახალგაზრდების უკვე სტუდენტების პროტესტი უკვე მე რამდენი დღეა. დღამის მანძილზე აქ არიან ბრძოლობენ ხელჩართული, სულ მარტოვები რომ რჩებიან, ისინი მაინც ხელჩართული ბრძოლობენ. არ ვიცი რატომ გახდა საჭირო ქართველების ერთმანეთის ასეთი ხელჩართული ბრძოლა. სინამდვილეში ხო საერთო ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა მოგწოს თუ არ მოგწოს თანაცხოვრები ერთად უნდა ვიცხოვროთ და ამ თანაცხოვრებაში რაღაცა უნდა გამოვნახოთ ერთი საერთო სიმართლე, რომლის ირგვლივაც უნდა გავერთიანდეთ და გავძლიერდეთ, რომ ბევრი რამეა გასაკეთებელი, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. მოკლედ განწყობა რა გითხრათ, მინდა რომ თელმა საქართველოს ქართულმა ხალხმა, თითოეულმა მათგანმა იგრძნოს მნიშვნელობა აქ დგომის და ის შედეგები, რაც უბრალოდ დგომამ, ცივილურმა დამოკიდებულებამ საკუთარი თავისუფლებისადმი რამხელა შედეგი გამოიღო. თუნდაც ის რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე დედამიწაზე მარტონი არ ვართ და ჩვენი სიმართლისთვის ვიბრძვით. არ ვიცი მეტი რა უნდა ვთქვა. და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ რომ პატიმრების ოჯახის წევრები არიან ამ ბრძოლის სათავეში, ავანგარდში, უკვე ახალი მოძრაობით. ჩვენ ახლა გვიყურებენ პატიმრები, ისინი ყოველთვის გვიყურებენ ხოლმე საღამოობით და შემდეგ ვგებულობ ხოლმე მათი ახლობლებისგან ამ ამბავს და მინდა რომ რაღაც თუნდაც ისარგებლო ამ შემთხვევით ნინო და გაქვს ახლა შესაძლებლობა მათ მიმართო, უთხრა რა ხდება რუსთაველის გამზირზე, რას ამბობენ მათზე იქ მისული ადამიანები? მე შემიძლია გუშინდელი მაგალითით მოვყვე, აი ძალიან პატარა მონაკვეთი, როდესაც სადღაც საღამოს დილის 4 საათი იყო, 3 საათი იყო სადღაც, როცა მარტო დარჩენილები აქ თესოს ახალგაზრდები, სტუდენტები, როგორ იბრძოდნენ იმ სამი ბიჭის დაკავებისთვის, აი ხელჩართული ბრძოლა იყო, სადღაც იქვე სისხლის გუბეცი იდგა და მე რამოდენიმე საათი როგორი თავგანწირვით ეძებდნენ, მანქანებით დადიოდნენ საავადმყოფოებში, ფიზიკურად მეც მათთან ერთად ვიყავი და ვიყავი გაოგნებული. რა შემართებით იბრძვიან იმისთვის, რომ ვინც ახლა აქ არის, კიდევ არ დაიჭირონ და ვინც დაჭერილები არიან, ჩვენი საამაყო ბიჭები, ნამდვილი სახე იმისა, რომ თუ როგორ უნდა გესმოდეს შენ პასუხისგებლობა შენი მომავლის, როგორი მოქალაქე უნდა იყო. და აი არ ვიცი, ამ თავგანწირვას რა ქვია თუ არა სიყვარული შენი სამშობლოსი და იმ ბიჭების თავგანწირვას რა ქვია თუ არა სამშობლოს სიყვარული. მადლობა მათ და გამძლეობას უსურვებ და არ ვიცი რა შეიძლება რომ მოხდეს გარდა იმისა, რომ ეს გზა იმდენად სწორია და მართალია რუსთაველზე დგომა და თუნდაც ერთი სიტყვით, თუნდაც 2 საათით, თუნდაც ნებისმიერი ფორმით ბრძოლა მათთვის რომ აუცილებლად მივა იმ გამარჯვებამდე, რასაც აუცილებლად ბიჭების გათავისუფლება მოყვება და სწორი სახელმწიფო უნდა შედგეს, სწორად უნდა განვითარდეს ჩვენი სამშობლო, თორე ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით, გამოკითხვა იყო ერთ სკოლაში, არ დავასახელებ და გამოკითხვის ბავშვთა 80% ამბობდა რომ საქართველოსთან უნდა წავიდეს, თუ ეს სიტუაცია სწორად არ დასრულდება. ხვდებით რამხელა პასუხისმგებლობა აქვს მშობლებს, პირველ რიგში მშობლებს, ვისი შვილები სკოლაში დადიან და ვისი შვილების მომავალი უნდა დაიცვან და თუ მე მგონი საკმარისი ადამიანება არასწორად ვამბობ. ძალიან ბევრმა ადამიანმა, ბევრი დედამწრემლი დაღვარა, ბევრმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა იმისთვის, თუნდაც 66 წლის მანძილზე იმისთვის, რომ სამშობლო გადარჩენილიყო და დღეს ისევ იქვე ვართ და ზუსტად იგივე ტექსტით. ალბათ ცოტა იცვლება თარიღი და საათი და არ ვიცი, თორე ზუსტად იგი თუ 1900 იყო იქ, ეხლა 2000-ია, მაგრამ
ზუსტად იგივე მოთხოვნებით დგავართ რუსთაველზე. არ ვიცი. კი ბატონო. რამდენი თაობა უნდა წავიდეს იმისთვის, რომ რეალურად ვიგრძნოთ, რომ ჩვენ ვართ ჩვენი სამშობლოს პასუხისმგებლები, ჩვენვე უნდა შევქმნათ და ჩვენვე უნდა ვიბრძოლოთ და ასევე შედეგები ჩვენვე უნდა მივიღოთ. მადლობა. მე ვუსურვებ სამშობლოს მადლობა. ღირსეულად დგომას რუსთაველზე.